პოზიციაში დაპირისპირება, საკუთარ მხარდამჭერებს დაპირება ვერ შეუსრულეს, მათ პრინციპულობაზე სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს. ჯერ თამარ მეფე უწოდეს პრეზიდენტადაც აღიარებდნენ, ახლა კი აკრიტიკებენ და აღარც მათი პრეზიდენტია. ჩვენ სხვა პარტიების პოზიციების ფორმირების ფორსირებას ვერ მოვახდენთ, ამიტომ ყველამ თავის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ამგვარი ერთიანობის შექმნას ჩვენ ვემხრობოდით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველად გაუმართლებელია მისი მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის არ შეწყალება, თუმცა აქაც ჩემი აზრით უნდა განსაზღვროთ რაღაც კონკრეტული ვადები, რის შემდეგაც ცხადი იქნება, რომ ეს ერთობა არ შედგა. ოპოზიციას ჭირდება მეტი კოორდინაცია და ჩვენ საუბრობთ სწორედ კოორდინაციის აუცილებლობაზე. კოალიცია ძლიერი საქართველო და ლელო არ საუბრობს ოპოზიციის ტოტალურ გაერთიანებაზე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გვექნება კონკრეტიკა, თარიღები და სამოქმედო სტრატეგია, რა სტრატეგიული თანამშრომლობით გავაგრძელებთ საქმიანობას და კოორდინაციას. ჩემი აზრით ამ დიდებულ კოორდინაციასთან დაპირისპირებით, რომელიც წმინდად საქმის კეთებაზეა ფოკუსირებული და მხოლოდ ამ მრჩევლის ინტერესს ემსახურება, ნაცები საკუთარ თავს ჩაირეცხავენ და ამით დასრულდება პოლარიზაცია საბოლოოდ. ცდილობების შემდეგ ამ ადამიანებში თვით გადააზრება მიმდინარეობს როგორც ჩანს, ვერ გეტყვით, მაგრამ ის პროცესი, რაც მოსალოდნელი იყო, ის პროცესი დაწყებულია, რაც გულისხმობს გადალაგებას, ასე ვთქვათ, შიგნით, რომ შეცვალონ ის ერთობები, რაც მანამდე ჰქონდათ, შეიცვალონ პარტიები, დაშალონ და ახალი პარტიები შექმნან, ან ახალი მოძრაობები გარდაიქმნას ახალ პარტიებად. ფაქტია, რომ არჩევნებამდე იქნება შიგნით შეეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე, იმიტომ რომ ამ რეალობით, ამ სტრუქტურებით და ამ პოზიციებით ფაქტია, რომ მათ შედეგები ვერ მიაღწიეს და მათ ვერ მოიპოვეს საზოგადოებაში მხარდაჭერა. სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით არანაირი ნდობა და რეიტინგი არ გააჩნიათ, ასე რომ მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, დღეს დავალების ქვეშ გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, საბოლოოდ ნდობას და რეიტინგს ადგენს ქართული საზოგადოება, გლობალური ომის პარტია იქნება ეს deep state თუ სხვა გლობალური ნეგატიური ძალები, მათი მხრიდან დავალების მიცემის ჭრილში არ განიხილება. არანაირი რესურსი სამწუხაროდ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში და მათ ანაცვლებში არც გაერთიანებისა არ იყო და მით უმეტეს არც რაღაც ერთიანი სიისა და მით უმეტეს რაიმე კოალიციური ხელისუფლებისა. და დღეს აგერ უკვე დაგვეთანხმა ბატონი ხაბეიშვილი და თქვა, რომ ერთმანეთს ჭამთო და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო. ამ შემთხვევაში როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უნდა დავეთანხმოთ ბატონ ხაბეიშვილს, იმიტომ რომ რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთ განცხადებაზეც და მიდგომაზეც ვერ შეთანხმებულან.